ვახში. მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ბრძანდებით? მადლობა მეც კარგად. მოგლეთ დღევანდელ ვიდეოში მე თქვენ განახებთ ფეხების ვარჯიშს. დღეს მაქვს leg day, ახლა ჯიმში უნდა ჩავიდე და ყველაფერს განახებთ დეტალურად, რას ვაკეთებ და როგორ ვაკეთებ. მართალია არის ცოტა გასაპარსი არის ფეხები, მაგრამ რო შეხედოთ, მასიური ფეხები არის რა. მასიური ფეხები არის. ხო მოგლეთ ახლა მე რა თქმა უნდა 98% თუ არა მზად 99% მზად რო ვიყო საჭირო არის რომ თქვენ გამოიწეროთ არხი და დალაიქოთ ეს ვიდეო იმიტომ რომ 1000-დან ძალიან ახლოს ვართ და 100% მზად რო ვიყო ისიც რა არის საჭირო free workout-ი რეკლამა არ არის ნეტა რეკლამა იყოს ხო და ახლა თქვენთან ერთად დავლევ ახალ free workout-ს რომელიც შევიძინეთ და ძალიან კარგი არის და აქვს 250 მილიგრამი თუ მეგაგრამი არა მილი Короче, 250 გრამი კოფეინი, მილიგრამი. იმედია, კარგად ჩავნარ, ხო, ანუ მგონია რომ ძალიან ახლოს ვარ ახლა კამერასთან. რა თქმა უნდა, მიკეთია ისევ ჩვენი ახალი მიკროფონი, რომელზეც უკვე ჩავწერე ვიდეო, წინა ვიდეო თუ არ გაქვთ ნანახი გადადით და ნახეთ, ძალიან კაი მიკროფონი არის და წესით კარგად უნდა ისმოს ჩემი ხმა, წესით კი არა ვიცი რომ კარგად ისმის ჩემი ხმა. მე ახლა აქ ერთ დოზას არ ვყარი ხოლმე, ან ერთს ან ორს. რაც გამოდის უკვე 500 მილიგრამი კოფეინი. მაგრამ არა. ყოველთვის არა რა თქმა უნდა. ამიტომ ახლა მე ჩავყრი ერთ ნახევარს. გაიხარეთ. აძინ ნახევარო, так. აჰა, ძმაო. დავლიოთ ახლა და ჩავიდეთ უკვე მერე გავაკეთოთ ფეხი. და ყველაფერს მოგიყვებით რას ვაკეთებ ფეხის დღეს. ესეც ახალი ჯიმშარქი შევიძინე. და რა ვიცი, ჩემი აზრით ძალიან კაი არის ეს compression არის და არა რა, ძალიან მაგარი არის მართლა. კაი, დავლიოთ და ჩავიდეთ და ჩაგერთვებით უკვე ჯიმიდან. მოკლედ ჩამოვიდით ახლა ჯიმში და ჯიმიც არეალი არის რა თქმა უნდა. ახლა უნდა გავხურდე, მაგრამ სანამ გავხურდები, მოგიყვებით რას ვაკეთებ და რის შემდეგ ვაკეთებ და რატო ვაკეთებ ასე რა. პირველ რიგში ვაკეთებ squat-ებს, შემდეგ RDL-ებს, შემდეგ Bulgarian squats, leg extension, single leg ham curl, calves და ბოლოს ვაკეთებ კარდიოსნაირ რაღაცას, ეგეც ფეხებისთვის რა. პირველი რატო ვიწყე მაგალითად squat-ებით, მე მიყვარს heavy squat-ები, აი ძალიან დიდი წონებით, მაგრამ აქ ძალიან დიდი წონები არ არის, სამწუხაროდ რაც არის მაქსიმუმ მაგით ვაკეთებ ხოლმე. და ჩემი აზრით სწორი არის, იმიტომ რომ ახლა squat-ებისთვის საჭირო არის ბევრი ენერგია და თავიდან რომ ჩამოდიხარ ახლა ენერგიით სავსე ხარ, ხო რა თქმა უნდა რა. და ამიტომ შეგიძლია რომ უფრო heavy ჩასკვათო. ეგრეთ წოდებული. ხო და ამიტომ ვიწყებ ხოლმე squat-ებით, მე RDL-ებიც საჭირო არის hamstring-ებისთვის და ასე ცოტა glutes, მაგრამ glute-ებზე მოდი არ გვინდა, ხანდახან ვაკეთებ ხოლმე სხვათა შორის იმას რა ქვია, დამავიწყდა, გაიხარეთ. შემდეგ Bulgarian squat-ებიც რთული არის, ამიტომ ჩემი აზრით სწორი არის, რომ მესამეზე დავაყენოთ და მერე leg extensions რა, მაგრამ ხო. ახლა გავხურდები და შემდეგ მოვამზადებ ყველაფერს squat-ებისთვის. ავში სხვათა შორის ახლა ვარ 74 და რაღაცა რა. და ჩემი აზრით ძალიან კარგად ვარ. ცოტა მართალი არის bloated ვარ, ანუ ცოტა შევსებული ვარ სახეზე და ტანზეც. მაგრამ იგი იმიტომ რომ სითხე მაქვს ძალიან ბევრი რა, ამ ნახშირწყლებისგან და ასევე აქ ძალიან ბევრი სითხე ვსვამ. რო ჩავალ თბილისში უკვე ნელა უნდა გამოვშენ, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოვიყურებ. იქ დავამუღამე რომ ფეხები არ ჩანდა და ბიჭო, ნორმი ფეხები არის, არა, კვირაში მაქვს ორჯერ სხვათა შორის leg day და მაგის ფონზე რა, ვაფშე და კვირაში ორი leg day ბევრი არის. ნორმ ფეხები არის ჩემი აზრით. და დიდიც ჩანვარ. კაი, let's go. რა თქმა უნდა, პირველ რიგში კარგად უნდა გავხურდეთ. აუ ეს რაღაც არაპროპორციული არის ზემოთ რომ მიჭერს და ეს ცოტა გაშლილება, მაგრამ ეგ არაფერი. პირველ რიგში რა თქმა უნდა გავხურდეთ კარგად, უნდა გავიწელოთ, იმიტომ რომ ფეხები სერიოზული თემა არის. ფეხებს აი ასე სერიოზულად არასოდეს არ ვაკეთებდი ხოლმე, იმიტომ რომ ფეხურზე დავდიოდი და ვარჯიშები მქონდა ხოლმე, რავი, თითქმის ყოველ დღე და
ამიტომ ფეხები არ მიწევდა ხოლმე. მე ნელ-ნელა ამ ზაფხულს ჩავსვი ფეხები კვირაში ერთხელ. ხო და ახლა უკვე სერიოზულად რო ვაწვევი და ეს ლიმბალქისთვის და ასე შემდეგ, კვირაში ორჯერ ჩავსვი ფეხები. და რავი, ანუ ზოგჯერ ძალიან სიამოვნებს ფეხები, ზოგჯერ არა. მაგრამ ხო, ეგ არაფერი. კარგად გავხურდეთ. კარგად გავიწელოთ. გავწელოთ ყველაფერი, რომ არ გაგვეჭიმოს მერე ან სკვათებზე, ან leg extension-ზე. წელის გახურებაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ფეხების დროს, იმიტომ რომ შეიძლება წელიც გაგვეჭიმოს. ამიტომ წელიც აუცილებლად კარგად გაახურეთ ხოლმე და საერთოდ ხელებით საჭირო არის. ხელების გახურება, რომ იცოდეს ფეხების დროს. და ზოგადად გახურება ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეგეც რომ დავამატოთ, კარგი იქნება. კაი, ნუ ახლა კიდე გავხურდეთ ერთი ცარიელი ბარით, ცარიელი შტანგით გავხურდეთ სკვათებისთვის და შემდეგ უკვე წონებსაც შევალაგებ. ახლა ვიცი რომ აქ შეიძლება ცუდად ჩანდეს, იმიტომ რომ ზიანათებს, ამიტომ ერთს აქედან განახევთ ამ კუთხიდან და მე უკან გადავიდან კამერას, რომ ახლა უკნიდან თქვენ რიმაიმუნოთ იცოდე, მაგრამ ხო, ეგრეს ჯობს რა, იმიტომ რომ აქ ცოტა ცუდი განათება არის. კაროჩე, შევდივართ, ვიდებთ მხრებზე, თვალად მხრებზე არა, იმიტომ რომ ერთხელ მხრებზე რო დავიდე, გამეთიშა მარცხენა ხელი და დაბუჟებული მქონდა დაახლოებით 1 თვე, ამიტომ თხილად იყავით თვალად მხრებზე არ დაიდოთ და ფეხები ცოტა განიერი. ჩადიხარ რა. ამასობაში ვიღაცა შემოვიდა ჯიმში. და ამერია რამდენზე ვარ არ ვიცი, მაგრამ აი ხო ყურეთ, მაგალითად ჯიმში არის ხმაური, ხო? და აჭერს მაო ამას. აჰა, всё. და ეს უკვე იმაშვება რა. მარტო ჩემი ხომ უნდა ისმოდეს წესით. მაგას უკვე მე რამდენი არ ვიცი, მაგრამ ახლა უკან გადმოგიტანთ. ეს კარდიოს ხალხი რა. აი სახეზე რასაც ვამბობდე. აი ჯერ ვარ ისე გასაყარსი ვარ, კაი, მაგრამ აი ცოტა უყურეთ, აი ბოლოთვით ვარ არა? მაროკუნს ჭირდება. სატო ბიცეპსი გამეზარდა. ბუმ. კაი, გავარძოთ. წონებს გავუკეთებ, ერთს განახებთ. ახლა ყოველსაც რა თქმა უნდა არ განახებთ, მაგრამ ესე ვიზავრო მიხვდეთ, რას ვაკეთებ ხოლმე რა. ამიტომ წონებს გავუკეთებ, განახებთ, როგორ ვაკეთებ და მე უკვე რო გადავალ უფრო ძიმე სკვათებზე, მაშინ ჩავრთავ კამერას, რომ ძალიან არ გაიწელოს ასე ვიდეო რა. მოდი 25-ს გავუკეთებ ეგრევე რა. 25 იქით, 25 აქეთ. დიდი არაფერი არ არის. ვიცი რომ ფეხები მაგას გასაყარსი და ესთეტიკური არ არის ახლა ჩემი ფეხები, მაგრამ ეგ არაფერი. ზამთარი არის, ძმაო, ზამთარში საჭირო არის ფეწვები. ზამთრის მოუძემა გადაყვანილი ფეხები რა. მუსიკის garaში არ შემიძლია, ამიტომ თუ მუსიკას გაიგებთ მაპატიეთ და იმედი არ დაგვედება copyright-ი. შევძვრებით. აი უყურეთ, სად ვიდებ, წესით უნდა ჩანდეს ვიდეოში, სადაც ვიდებ. აი ძალიან აქაც აი აქ არ ვიდებ. იმიტომ რომ ერთხელ აქ დავიდე და დამერხა მერე მარცხენა ხელზე. ამიტომ ესე თავიდან გადავთვალ ხელები სწორად. აჰა. აი ასე შევდივარ, აი. აჰა. ჩავდივართ. აჰა. კაი. ახლა ცოტას გავაკეთებ, კიდე ნელა მოვუმატებ წონებს და მე უკვე გადავალ ცოტა ძიმე წონებზე რა. ახლა თქვა ძალიან ბევრ სეტსაც არ ვაკეთებ, მაგრამ სკვათებზე ვცდილობ რომ ავიდე ნელ-ნელა და მე ძიმეები გავაკეთებ რა. რო გადავალ, ისევ ჩაგთავთ კაროში რა. აი, კაროში, გავაკეთე კიდე ორი სეტი გავაკეთე იმის მერე და ახლა უკვე ვაკეთებ მაქსიმუმ წონებით რაც არის ჯიმში რა. ხო ახლა ძიმე წონებით, მაქსიმუმ წონებით ვერ ვაკეთებ ხოლმე ახლა 15-ს ან 12-ს ან რაღაცა, მაგრამ ვცდილობ ხოლმე იმდენი გავაკეთებ, რამდენიც გამოდის. მაგრამ მანამდე ვაკეთებ ხოლმე ბევრს რა. წინა სეტებში გავაკეთე
12, მერე 10. ახლა 2 სეტს გავაკეთებ მძიმე ზონით და ვაკეთებ ხოლმე ან 5 ან 6. ხანახან 4-საც გააჩნია როგორ გრძნობ თავს და მუსიკისთვის კიდე თუ გაიგებთ მუსიკას მაპატიეთ, მაგრამ ჭირდება იმისთვის რა ქვია. უფრო მეცას გავაკეთებდი, მაგრამ მაინც 6 კაი. ამას კიდე ერთი სეტი მოუწევს. ჩემთან ერთად ძიმე ზონა და მე უკვე გადავალ RDL-ებზე რა. აი მოდი ძალიან ვარ გაიწევს ვიდეო. გავაკეთებ მე ამ ერთს და ეგრევე RDL-ებზე გადავალ და RDL-ებს განახებს რა. ხო რა, როგორც თქვი ძალიან არ მინდა რომ გაიწევს ვიდეო და გამოვიდეს რაღაც 40 წუთიანი. ამიტომ ახლა გავაკეთებ RDL-ებს. კი არა და აუ ჯიმში რო ვარ ბიჭო ძალიან მეფანტება გონება რა და ვეღარ ვლაპარაკ წინადადებს ვეღარ ვაყალიბებ. ახლა გავაკეთებ კიდე ერთ სეტს და მე თქვენ განახავთ RDL-ებს რა. всё, გაიხარით. ხო, წესით ახლა ჩანვარ. RDL-ებისთვის ახლა ძალიან შორს წასვლა არ გვიწევს, იმიტომ რომ ჯერ საერთოდ ეს ჯიმისას პატარა RDL-ებისთვის გჭირდება ჩვენ დამბელები. ქართულად მოვიწყება სახელები უკვე ნელ-ნელა, მაგრამ სხვათა შორის საქართველოში ჩამოვდივარ ერთ კვირაში და ძალიან მიხარია. ხო, RDL-ები როგორც თქვი არის ჰამსტრინგებისთვის უკან და ასევე არის გლუთისთვის, მაგრამ მოდი ვთქვათ რომ ჰამსტრინგებისთვის არის და RDL-ებს როცა ვაკეთებ ხოლმე ხანდახან მტკივა წელი რა. არ ვიცი რატომ მტკივა, მაგრამ ხანდახან მტკივა. ეგ არაფერი. ვიჭერთ ძმაო ამ დამბელებს. ფეხები სწორად, ძალიან ახლოს არ გვინდა ფეხები. ტრაკი უნდა ამოვაგდოთ, ანუ ზურგი უნდა ჩავტეხოთ, ეგრეთ წოდებული. ვახ, მივარდება ყურსასმენი, ეგ არაფერი და ჩავდივართ. ნელა ჩადიხარ ბოლომდე, ჩახვალ, აი აქ უკვე გრძნობ. კაი არის. აი ახლა მაგათად ვიგრძენი ძალიან კარგად ჰამსტრინგები. ჩავედი, ცოტა მოვიხარე მუხლებში. ამოვედი, ძალიან საკაიფო. აქ რასაც ვაკეთებ ხოლმე ფეხებისთვის. რა თქმა უნდა, მაგას თბილისში არ ვაკეთებ, თბილისში საერთოდ სხვა რაღაცებს ვაკეთებ. ახლა ჯიმშიც ბევრი რაღაცა არის, რო დავდივარ თბილისში. აქ რაც არის იმის მიხედვით მაქვს განაწილებული გეგმა რა, რას ვაკეთებ ხოლმე ფეხის დღეს. ხო, RDL-ებს ვაკეთებ ისევ 3 სეტი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი სეტი არ არის ხოლმე საჭირო, ერთ-ერთი ბევრი სეტს ვაკეთებ leg extension-ებზე, იმიტომ რომ მანდ ვაკეთებ კარდიო კი არა და super sets ვაკეთებ ხოლმე რა. ხო, ამას კიდე გავაკეთებ 2 სეტს და ვცდილობ ხოლმე რომ აი კარგად დამეჭიმოს RDL-ების დროს. და ამიტომ ვაკეთებ ხოლმე 15-მდე რა, 15 გამეორებას ვაკეთებ ხოლმე. რომ კარგად ვიგრძნო ხოლმე რა. და შემდეგ უკვე გადავდივარ Bulgarian squat-ებზე, რომელიც ძალიან მეზიზღება, მაგრამ ძალიან ეფექტური არის, იმიტომ რომ ძალიან კაი ვარჯიში არის ფეხებისთვის, მე თუ მკითხავთ, იმიტომ რომ როგორც არის quad-ებისთვის, ასევე არის hamstring-ებისთვის და glutes-ისთვისაც არის, მაგრამ glutes-ებს რა თქმა უნდა მე არ ვაღიარებ. მორჩით ახლა RDL-ებსაც მორჩით. გავაკეთე 3 სეტი 12-დან 15 გამეორებამდე და ახლა გადავდივართ Bulgarian squat-ებზე. Bulgarian squat-ებისთვისაც ძალიან შორს წასვლა არ მოგვიწია, ერთის კამის მოტანა მოგვიწია და 20 კილოიანებით ვაკეთებ ხოლმე. ორივე ხელში მიჭირავს, იმიტომ რომ ჩემთვის უკეთესი არის ბალანსისთვის რა. იმიტომ რომ როგორც ისიც ახლა Bulgarian squat-ი კეთდება ცალფეხზე რა. ჯერ ერთ ფეხს ავარჯიშა, მერე მეორე ფეხს. ხო და ამიტომ ბალანსისთვის ძალიან მეხმარება ორივე ხელში როცა მიჭირავს წონა რა. მანამდე ვაკეთებდი ერთ ხელში რომ მეჭირა და ვერ ვიჭერდი ბალანსს და კინაღა ყვდებოდი ხოლმე რა. კაი, დავიწყოთ ახლა. ამასაც ვაკეთებ როგორ იცით, კაროჩე ვაკეთებ ცალფეხზე ვაკეთებ ხოლმე 8-ს წონით. და 8-ს ვაკეთებ ხოლმე მე წონის გარეშე რა და მე მეორე ფეხზე გადავდივარ და ეგ არის ჩემი ერთი სეტი და ასე ვაკეთებ 3 სეტს. Let's go.
ეს ერთი ფეხი, ახლა მეორე ფეხი. ახლა მარჯვენა ფეხი. ბიჭო, მარჯვენა ფეხზე მიჭირს ხოლმე. არ ვიცი რატომ ბალანსის დაჭერა მიჭირს მარჯვენა ფეხს არ და ბალანსში არასოდეს არ მიჭირდა ხოლმე და რა ვიცი. ვახჩი. გამიკვანწავდი პირველი სეტი. მელა გადავალ. მეორე სეტზე მე მესამე სეტი და გადავიდით მე leg extension-ებზე. leg extension-ები ძალიან მიოსება ხოლმე, ამიტომ აი super სეტი დაანასწორებს leg extension-ებზე და მაგასაც რა თქმა უნდა განახებთ. კაი, მოკლედ, გადმოვიდით leg extension-ებზე. ამას ვაკეთებ ხოლმე, აი ხა განახებთ როგორ. ამას ვაკეთებ super sets და ვაკეთებ რა თქმა უნდა რომ გავართულო ბოლომდე. მთელი full stacks ვაკეთებ ხოლმე ცალ ფეხზე. და ვისაც არ გაქვთ ზმაო გაკეთებული, აი ეს რასაც ახლა გავაკეთებ, აი გირჩევთ რომ სცადოთ, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარი არის მართლა, ძალიან მაგრა გრძნობ pre-workout-საც, ფეხებსაც, ოფლსაც, რა ვიცი, ყველაფერს რა. ახლა გავაკეთოთ full stack-ით leggings extension-ები. და როგორ ვაკეთებ ახლა leg extension-ებს? რა თქმა უნდა, leg extension-ები კარგი არის ქვადებისთვის. ვაკეთებ ასე. მისვინეთ. კარგი, სალფეხზე გააკეთებ 1 ჩამოწევ, მერე კიდე 1 მეორე ფეხზე, მერე 1 2 1 2 და ასე ავდივარ 8-მდე რა, ანუ მერე 3 3 4 4 5 5 6 6 7 7 8 8 და ამას ვაკეთებ ხოლმე 3 ან 4 სეტს, იმიტომ რომ აი მე-4 სეტზე უკვე ძალიან მაგარი არის და ამიტომ დღეს გავაკეთებ 4 სეტს. ახლა პირველ სეტს განახებს და მერე მე-4 სეტიდან ჩაგერთვებით, რომ ნახოთ განსხვავება რამხელა არის რა. Let's go. აჰა, ეს ზმაო, შენი პირველი სეტი. არა, კაი არის. კარგად ვიგრძენი. просто აი ბულგარიან სკვათების მერე ცოტა დარხეული მაქვს ფეხებზე და ბოლოს გამიჭირდა. კაი, ახლა კარგად დავისვენებ და მე უკვე ბოლოს სეტიდან ჩაგერთვებით რა. ვახ, ბიჭო. გაიხართ. ფეხები მე გამეთიშა, როგორ გახურებული მაქვს ფეხები. მაგრამ კაი არის. ესეც გავაკეთეთ. ჩვენი ქვადებით დავფამფეთ კარგად. ახლა დრო არის ცალ ფეხზე hamstring curl-ები და ძალიან შორს ახლა ისე არ გვიწევს, იმიტომ რომ აი ერთი ამის გაკეთება მიწევს, აი. ხო, ფეხები მიგანგარებს. აი ეს всё, აიგარი. მეტი არაფერი არა საჭირო და ამასაც ვაკეთებ ხოლმე full stack-ით და ვაკეთებ 12 გამეორებას 3 სეტი რა თქმა უნდა. ახლა უნდა ჩამდი. დავისვენე. და დრო არის გავაკეთოთ ცალ ფეხზე hamstring curl-ები. ჩვეულებრივი hamstring curl-ები მირჩევნია ხოლმე, იმიტომ რომ მაქსიმუმზე მივდივარ ხოლმე რა, ანუ არ ვჩერდები და აქ ცოტა რთული არის, იმიტომ რომ მეორე ფეხიც უნდა აკონტროლო. მისრიალებს ხოლმე აქ რა და ამიტომ ცოტა რთული არის. რაც არის ეგ არის რა. ვახ, ბიჭო, ფეხები ძალიან მიგანკალებს და ვეღარ იმაშვები რა, და ვეღარ ვლაპარაკო. კაი, let's go. მუსიკა რა თქმა უნდა ჩავართო, იმიტომ რომ ისე არ გამოვა ფეხის დღეს. კუჩაში და უნდა ვიარო. გიჩქრები შენ გაგიზიარო. ქალაქი დუმს. ჩემი თბილისი დუმს.
აი ეს ახლა ცუდი იყო. ვაიმე, მარცხენა ფეხი კინო გავიწყვიტე, ჯვარედინია თუ რას არის. თუ კაფე მეჭიმებოდა თუ რა ხდი, ბიჭი ვერ გავი. 3 სეტი, და მე უკვე გადავდივართ კალფებზე. Let's go. გადავდივართ ახლა კალფებზე. დიდხნიანი ფიქრი არ სჭირდება კალფებისთვის. კალფები არის კალფებისთვის. ვინც ვერ მიხვდით. ამისათვის სჭირდება ცოტა ამაღლება და სჭირდება ასევე წონები, რომელსაც ახლავე მოვიტან, ისევ 20 კილოგრამი რა თქმა უნდა. და იჭერს მაო ხელში. აქ თავი უნდა მიადო კედელსაც, ცოტა მტკინებული არის ფონი, მაგრამ ეგ არაფერი. სადო კაი არის კალფებისთვის და კალფებს ვაკეთებ 3 სეტს. ოღონდ ვაკეთებ ხოლმე ის სანამ ძალიან არ ამეწובה რა, ამიტომ გამეორებები შეიძლება ან შემცირდეს ან გაიზარდოს რა. და ძალიან კაი არის კალფებისთვის რა. ამასობაში კაი ფამფიც დაგვიფიქსირდა ძმაო ფეხზე აგერ თუ ხედავთ, მე ვხედავ. ბიჭო, რა ხოლმე ფეხები მაქვს ესე. აი იმის ფონზე რომ ფეხებს არ ვარჯიშებდი კარგა ხანი და ახლა ხანს დავიწყე. კაი ფეხები არის და კაი ფამფია. მოვიტანოთ ახლა წონი. ასევე კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ გამოიწეროთ არხი, იმიტომ რომ 1000-თან ძალიან ახლოს ვართ და რა თქმა უნდა მოტივაცია მეზრდება და ვცდილობ რომ ყოველ კვირა დავდო ვიდეოები და რაღაც იდეები მოვიფიქრო. ამიტომ გთხოვთ რომ დამიფასოთ, კეხვეწებით. მოკლედ ვიღებთ წონებს, წონებს რომ აიღებ ხელში, დაიჭერ, თავს მიადებ კედელს. ცოტა მტკინებული არის და ვაკეთებთ ასეთ მოძრაობას. ადიხარ იერდა ადიხარ, ჩადიხარ და ასე ვაკეთებ ხოლმე სანამ აი ძალიან კარგად არ ამეწובה და ვაკეთებ ხოლმე 3 სეტს. გავაკეთოთ პირველი სეტი ჩემთან ერთად. Let's go. ესე ჩემი პირველი სეტი ზმაო და კარგად ამეწვა. ახლა კალფები და კიდევ უნდა გავაკეთო ეს 2 სეტი და შემდეგ უკვე ამით ვამთავრებთ ფეხებს. ოღონდ მე რო გრჩება ერთი კარდიო ეგეც ფეხებისთვის, მაგასაც განახებთ. ბოლოს რა თქმა უნდა ვაკეთებ ხოლმე პრესს, იმიტომ პრესის გარეშე არ შემიძლია დილითაც პრესის ვარჯიშები გავაკეთე. ახლაც აქ უნდა გავაკეთო პრესი. მე რა თქმა უნდა ფამფი ვნახოთ. აი სანამ კარდიოს გავაკეთებ ფამფი ვნახოთ მანამდე, ანუ კალფებს რომ მოვრჩები და ძალიან ბევრს ვლაპარაკობ და გონია რომ ეს ვიდეო იქნება ძალიან ბევრი ლაპარაკი. კალფებსაც მოვრჩით. ერთადერთი ახლა დავხრჩა კარჩი თვითონ ეს ფეხების კარდიო რომელსაც განახებთ და არ ვიცი რა ქვია, მაგრამ წახტომები რა, უაზე ხართ. მაგასაც განახებთ აუცილებლად, მაგრამ სანამ გადავალთ მაგაზე, მოდი ვნახოთ ფამფი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ფეხზე კაი ფამფი გვაქვს. აუცილებლად განათება არის ცუდი და მიჭერს მზის განათებასა და იმედია ჩანვარ, ხო? ჭოე რავი რა. ნორმ ფამფი გვაქვს ფეხზე. აი ახლა გამოყოფილად ჩანს, ცოტა რომ გამოშვები, მე კიდე უფრო გამოიყოფა. კალფსაც ნორმ ფამფი, просто ძალიან მიკანკალებს ფეხები, ძალიან. მარცხენა ფეხი არ ჩანს კარგად, იმიტომ რომ მზე არ ანათებს. მაგრამ კაი თემა არის რა. აი განათება არ მყოფნის რა. განათება არის ცუდი რა და მაგიტო კარგად არ ჩანს. სამწუხაროდ. მაიკასაც გავიხდი და ზემოთაც ვნახოთ რა ხდება და როგორ ხდება რა. გავიკეთეთ. ცოტა გაპარსული რო იყო, უკეთესი იქნებოდა. ფეხის ფამფი მომწონს. ახლა ზედატანი. ბიჭო რა, ჩემი აზრით ზედატანზე ძალიან მომატებული მაქვს. რა თქმა უნდა პრესი ახლა ისეთი აღარ ჩანს, როგორც მქონდა უფრო გამომშრალზე. მაგრამ პრესი ადგილზე არის, მაო, თავარი ეგ არის. და ახლა შეიძლება ვიღაცა შემოვიდეს, ამიტომ მოდი ჩავიცოთ უცებ. გადავიდეთ ახლა მოკლედ კარდიოზე, ფეხის კარდიოზე. Let's go. განახებთ ახლა. მარტივი თემა არის. ამისათვის ახლა საჭირო არის წონები, ამიტომ მე მოვიტან ახლა დამბელებს და ამას ვაკეთებ ხოლმე 14 კილოიანებით. და ახლა რას ვაკეთებ განახებთ. ეს ცოტა
ისეთი თემა არის. სპორტსმენი ათლეტებისთვის არის, მაგრამ ნუ რა გინდა ძმაო ახლა ათლეტი არა ვარ, მაგიზე დავატირე კაცო. უიჭერთ ძმაო 14 კილოიანებს კარგად დაღლილ ფეხებზე. ჩავდივარ. ბენგ. 1 2 3 4 5 6 7 8 დადე 1 2 3 4 5 6 7 8 9 ძმაო. ასე და ამას ვაკეთებ 3 სეტი ძმაო. 8-ს ვაკეთებ, 8 გამეორებას ვაკეთებ წონით, 10 გამეორებას გავაკეთებ, მე წონის გარეშე. ესე ჩემი სუპერსეტი. მეტი რაღა გინდა. აი დამღლელი არის ესეც. კარგად გრძნობ დაღლილობას, კარგად გრძნობ ფეხებს და ვარჯიშის ბოლოს კაი არის. აი კარგად რომ დაგღალოს და აი აღარაფრის თავი რო აღარ გექნება და რომ მიდიხარ ეგრევე. სახში რო დაეგდები და რო შეჭამ გემრიელად. რასაც მე აუცილებლად გავაკეთებ, გემრიელად შევჭამ. და ნელ-ნელა კალორიებს ახლა ვაკლებ. 3000. წინაზე ვთქვი რომ 3000 კალორია შევჭამ თქო. გადავწყვიტე რომ კიდე ერთი კვირა მეჭამა 3200. შევინარჩუნე წონა. ახლა ნელა ჩამოვდივარ 3100-ზე გადავდივარ, მე 3000-ზე გადავალ. ხო და აი ასე. და რა თქმა უნდა პრესი უნდა გავაკეთო და ახლა პრესზე რას ვაკეთებ ხოლმე უკვე განახეთ რომელიღაცა ვიდეოში. ახლა ზურგის დღე არ მაქვს გადაღებული, ზურგის დღის გადაღებასაც ვაპირებ. Let's go. ოხჩი. გაიც მეგობრებო, მოკლედ. მორჩი ამ ჩემ კარდიოსაც, თუ რა ვიცი, რაც ქვია, რაც გინდა ის დაარქვით. ნახეთ უკვე რასაც ვაკეთებ leg day-ზე, ახლა დამრჩა პრესი და პრესში გულისხმობ, რა ქვია, მუხლების ატანას. ახლა ინგლისურად არ ვიცი რა ქვია და ზოგადად არ ვიცი რა ქვია. ჩამოეკიდები ძმაო და მოიტანე. ოღონდ უნდა ეცადოთ რომ აი სახისკენ ამოიტანოთ მუხლები, აი. ხო. ეს ხა დამრჩა უნდა გავაკეთო ეს 3 ან 5 სეტი, 20 გამეორება და მე მორჩები. ხო, ნუ დღეისათვის სულ ეს იყო მეგობრებო. გონი ძალიან შორს გავარ და იმედია ბიჭო ძალიან მეც ვაპარაკობ, აი ამის დედავატირე რა. ხო, დღეისათვის სულ ეს იყო leg day-ისთვისაც სულ ეს იყო მორჩი უკვე ფეხების ვარჯიშს. ამიტომ თუ მოგეწონათ მეგობრებო, ჩემი ვიდეო, გთხოვთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი 1000-მდე ვართ ძალიან ახლოს გვაკლია. თუ არ ვწდები 18 გამომწერი და 18 გამომწერი არის არაფერი. და სხვათა შორის ძალიან კარგად მივდივართ რა, იმიტომ რომ რამდენიზე ვიყავით 9:32-ზე ვიყავით თუ არ ვწდები 1 თვის წინ თუ 2 თვის წინ რა. ხო და გთხოვთ რა გამოიწერეთ არხი და დალაიქეთ ვიდეო. ასევე რა თქმა უნდა ვეცდები რომ უფრო მეტი ვიდეო გადავიღო, ახლა ვფიქრობ რომ გადავიღო ზურგის დღე. და შემდეგ უკვე კი მომიწევს მაო თბილისში ჩასვლა და რაღაცა იდეები მაქვს, ახალი წელი გვემთხვევა, ახალი წლისთვისაც მაქვს რაღაცა იდეები, რაც შეიძლება რომ გადავიღოთ. დაგიბრუნდებით უფრო საინტერესო ვიდეოები. მადლობა რომ მიყურეთ, ნახვამდის გეხუტუნეთ, გენაცვალეთ, მიყვარხართ. Let's go. აჰა, ზმო. პრესი გავაკეთე და ახლა უკვე არ მეტყობა მაგის დედავატირე. გეუნები რა, ცოტა. აჰა, ზმო. Guy, let's go.